ეს განცხადება პრემიერმა თურქეთში გააკეთა, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობდა. შეხვედრა პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს მთავარი განსახილველი საკითხები ერთობლივი ეკონომიკური პროექტები იყო. კოლეგების 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრების გაფართოებული სხდომა გაიმართა. ორი ქვეყნის მთავრობების ხელმძღვანელებმა შეხვედრა ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულეს. ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ვისაუბრეთ პრობლემებზე, მეჩეთის აშენების, რომელიც მე მგონი რომ წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით. მე მადლობა მინდა გადავხადო ბატონ პრემიერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კულტურულ მემკვიდრეობასაც შეეხება ბოშკი და იშხანის ძეგლების აღდგენა მიმდინარეობს თურქეთში და მან ისიერად პასუხი გამცა, რომ იქ შეიძლება დაშვება ქართული არქიტექტორების ქართული ჯგუფის. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რესტავრაცია ბიძინა ივანიშვილის თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქ კოლეგასთან ივანიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივ აღდგენაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ძალიან ბევრი ბიზნესმენი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, ამავდროულად ძალიან ბევრი ქართველი სამუშაოდ არის სამოსული თურქეთში და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს კარგ მეზობლურ ურთიერთობას. პატიმრების საკითხი ჩვენ განვიხილეთ და რა თქმა უნდა ორხრივად იქნება ეს. ქართულმა მხარემ უკვე გარკვეული რეაგირება გააკეთა, იგივე მოხდება თურქეთის მხრიდან. ოფიციალური ვიზიტი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ყურადღება სამოოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს დაეთმო. დღეს განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს წინსვლას და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებას. რა თქმა უნდა, განვიხილეთ მჟავრდებულთა საკითხები, რომ მოხდეს ზოგის განთავისუფლება, ზოგის გადმოცემა და ექსტრადიცია. თუმცა ჩვენ კონკრეტულ მჟავრდებულებზე არ გვისაუბრია. პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად პირისპირ შეხვედრა გამართეს. თითქმის 1 საათიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ დელეგაციის შემავალი ყველა წევრის მონაწილეობით გაფართოვებული სხდომა ჩატარდა. არჩევნების მერე მოვაგვარეთ ეს პრობლემები, კერძოდ პრობლემები ჰქონდა არავანს, ანადოლის ჯგუფს, ყველა პრობლემა მოგვარებულია და მომავალშიც იგეგმება ინვესტიციების განხორციელება. ბიძინა ივანიშვილი თურქეთის პრეზიდენტად შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური საკითხები იყო. საქმიანი შეხვედრები ქართული დელეგაციის წევრებმა მილი მეჯლისიდან დაიწყეს, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს თავმჯდომარე უმასპინძლა. ქონდა სამხედრო თანამშრომლობაზე მე ხვალ მექნება შესაძლებლობა გავეცნო აქაურ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დავსახავთ კონკრეტულ გეგმებს თანამშრომლობის. თურქეთის დედაქალაქში ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები მართავდნენ. ანკარაში იმყოფებიან კულტურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები და საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტიც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას დაეთმო. აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით ორივე მხრიდან იმას, რომ ჩვენ გვაქვს სამაგალითო ურთიერთობები, როგორც მეზობლებს, გვაქვს ძალიან ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები, გარდა ამისა კულტურული. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოფიციალურ შეხვედრებამდე დღე ბიძინა ივანიშვილმა ათათურქის მავზოლეუმის მონახულებით დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პირველი პრეზიდენტის საფლავი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად გვირგვინებით შეამკო. სამუშაო და გაცნობიტი შეხვედრები ანკარაში უკვე დასრულდა. დელეგაცია საქართველოში ხვალ დაბრუნდება.